მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ქეთი, მე წავიყვანა მარათონს თქვენთან ერთად ამ ერთი კვირის მანძილზე. ჩვენ გვექნება ხვალ შეხვედრა, დროს დავწერ, ზუსტად დროს, როდის ვაპირებ შეხვედრას, რომ ჩავატარო, თან გამოკითხვასაც დავდებ, იმიტომ რომ მაინტერესებს თქვენთვის, როდის იქნება ოპტიმალურად კარგი დრო, რომ პირისპირ შეხვედრაზე შემოხვიდეთ, შეძლოთ შემოსვლა, მანამდე მინდა გაგიზიაროთ პატარა ამბავი ნეიროგრაფიკაზე, ანუ გაჩვენოთ, როგორ იხატება ნეიროგრაფიული სივრცული ხაზები, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, ცოტა შემზადებულები მოხვიდეთ შეხვედრაზე და სანამ ჩვენ კონკრეტულ ალგორითმებზე გადავალთ, წაივარჯიშოთ ამ ხაზების დახატვაში. იგი ხაზებამდე გირჩევთ, რომ აი ესეთი ტიპის პროგრძელებიც არის, სხვადასხვა ფორმის არის, მაგრამ ნახეთ, თავარი აქ არის სისქე თვითონ ფურცლის, რომ ტუში არ გავიდეს მეორე მხარეს. ეს ჩემი სამუშაო როლია. აი ნახეთ, აქ ტუშით ვხატავთ და ვხატავთ ესეთი ტექსტის გამომყვანი, ტექსტის გამომკვეთი ფლომასტერებია. ეს არ არის ჩვეულებრივი ფლომასტერი და ეხლაც გეტყვით ამას ავხსნი, რატო ვიყენებთ, თქვათ, გარკვეულ ინსტრუმენტებს, მაგალითად, როგორიც არის ეს მარკერი და ეს ტექსტის ამომყვანი პირველ ეტაპზე, როდესაც იწყებ ნეიროგრაფიკის ხატვას და რა დატვირთვა აქვს. აქვე აღვნიშნავ, მე ამაზე კი ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ჩვენი პირისპირ შეხვედრის დროს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ თავდაპირველად თქვენსავით მეც ნეიროგრაფიკამ თავისი ვიზუალით მომხიბლა და ესეთი რაღაცა უცნაურობებით მომხიბლა და დავინტერესდი, რატო არის რასაკეთებს და პირველი ვიდეოები, რაც შემხვდა, იქ არის ხშირად ინტერნეტში რაც დევს, არის საუბარი იმაზე, რომ ეს ნეიროგრაფიკა შენ სურვილს გისრულებს, რომ დახატავ რაღაცა როგორ იყიდოს სახლი, რა თქმა უნდა, ამაზე მქონდა აქცენტი, როცა დავინტერესდი და ესეც იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი, თქვათ, დაინტერესების მიზეზი. ხატვის პროცესში აღმოვაჩინეთ, ჯერ ერთი იქ, რასაც ვიდეოებში მოკლე-მოკლეს ხედავდი, ანუ ტექნიკა იქ არ არის, იქ არის უბრალოდ ნაჩვენები, რომ ესე შეგიძლია გააკეთო ეს, გააკეთო ეს, მეტი ისეთი არაფერი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ რაღაცა სიღრმისეული, რაც რეალურად არის ნეიროგრაფიკასთან კავშირში მაკლია. მარათონიც ჩემთვის კონკრეტულად ემსახურება იმას, რომ მე რამდენად მოვახერხებ თქვენამდე, ანუ პოტენციურ, თქვათ, დაინტერესებულ ადამიანებამდე მოვიტანო ნეიროგრაფიკის არსი. კარგი, გადავალ ახლა იმაზე, რასაც დაგკვირდით. ნახეთ, დააკვირდით რას, ანუ ბევრი როცა ხატავს ნეიროგრაფიკას, თulis რომ თავარი არის აქ ეს ხაზები იყოს უსწორმასწორი, მათ შორის მეც ასე ვთვლიდი, დატვირთა აქ ამას და რატო კეთდება ეს მომგვალებები, რომელსაც ყველა დამწყები, მათ შორის მეც ტოვებს და ვერ ამჩნევს ხშირად, როცა უკვე ბევრჯერ დახატავ და ბევრ სპეციალისტს უყურებ და მათ ვიდეოებს, მე ამჩნევ უკვე, რომ ეგ არის მომგვალებები, ხო? რატო არის, რატო უნდა გაკეთდეს ეს, ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენ, რა დატვირთვა აქ ამას. ანუ მე შევეცდები, რომ ჩვენს მარათონზე გავიაროთ ეტაპები, თქვათ, რაში რა დატვირთვა აქვს, რა ძირითადი ტექნიკა არსებობს შესრულების და რამოდენიმე ალგორითმსაც გასწავლით ავტორს მოცემული და მაქვს ამის უფლება, რომ გავავრცელო ეს და გასწავლო. და აქვე ნახეთ, აი უკანა წაწერია რაღაცეები, ამაზეც ვისაუბრებ, რატო ვაკეთებთ ამ წარწერებს და რისთვის ხდება ეს. ხოლო დღეს გაჩვენებთ ნეიროგრაფიული ხაზები, როგორ იხატება. აქ მთავარი არის, როგორც ბუნებაშია, იგივეს იმეორებს ნეიროგრაფიკა თავის სივრცულ ხაზებში არის უსწორმასწორო და კლაკნილი. და რატო ხდება ეს? მე თან დავხატავ და თან ლაიქ ხაკი მაქვს თქვენთვის, ასე ვთქვათ, აი ნახეთ, ხაზები უნდა იყოს ასეთი, ანუ არა სწორი არა, არც ესეთი კლაკნილიც არა, არც ესეთი, აი ეს არა, გადავხაზეთ, ესეთი ხაზები არ არის. რატო? მარტივად აგიხსნით. თვითონ მეთოდი, ავტორი რო ქმნიდა ამ მეთოდს დააკვირდა, რას ეს კაცი არის არქიტექტორი. მაგისთვის სწორი ხაზები და მის შექმნა არის პირველადი, რაც ისწავლა, მაგრამ ამასთან ერთად არის მხატვარი ძალიან
განვითარებული ადამიანია, მრავალ მხრივ დაინტერესებული არის ეზოთერიკით, მეტაფიზიკით, სულიერი სწავლებებით და ასე შემდეგ და თავის ლექციაზე პირველი რასაც ყვება არის, რომ სადღაც 40 წლის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული არქიტექტორი და ასე შემდეგ, ყველაფერში დოქტორია და მოკლედ საკმაოდ განათლებული ადამიანია, 40 წლის ასაკში მივედი სტაგნაციამდე, რომ არაფერი ჩემს, ანუ განვითარება მქონდა პროფესიული, მაგრამ შინაგანი სულიერი სტაგნაცია მქონდა, არაფერს ჩემთვის აღარ მქონდა. არც სიხალისი არ მქონდა, აი ცხოვრების ხალისი დავკარგე, გადაწვის მომენტი მქონდა, ესე ვთქვათ და წავიდა მე ამ სწავლებებში და რამოდენიმე წელი მოკლედ ძალიან აქტიურად იყო ჩართული, ეხლაც აგრძელებს ამას, ოღონდ უკვე თავისი ხაზი აქვს შექმნილი და სადღაც რაღაცა მომენტში გაუნათდა გონება და ესეთი რამე შეამჩნია. ველოსიპედი ამ კაცს არ გამოუგონია ნამდვილად, მაგრამ ამან გააკეთა აქცენტი ამაზე. შეამჩნია ესეთი რაღაცა, რომ ბუნებაში ხაზები, ანუ არ არსებობს სწორი და აი ასეთი ხაზები. ანუ არ არსებობს ბუნებაში. ყველა ხაზი არის კლაკნილი, ოღონდ თავისებურად სხვანაირად. და როგორ დააკვირდით ახლა ერთ მომენტს. აი ტოტი რო აიღოთ ხის განტოტვა, ხო? იქ არ არის, არც ერთი ესეთი ხაზი არ არის. იქ არის დაახლოებით, აი მიდის ბუნებრივი განვითარება რაღაცნაირი, ხო? შეიძლება ახლა ეს ტოტს თლად არ გავდეს, მაგრამ ნუ თქვათ მეხს ხო გავს. ან დინარის განშტოებებს ხო გავს. ანუ ბუნებაში არის დაახლოებით ესეთი ხაზები და ნუ ტოტს კიდევ უფრო მაგრად ლამაზი ხაზები აქვს, ხო რაღაცნაირი თავისებური. და არა ასეთი ან ჩახვეული, ხო? ესეთი ხაზები გვხვდება უკვე ადამიანის მიერ შექმნილ გარკვეულ რაღაცეებში, ნივთებში, თუნდაც და ასე შემდეგ. ბუნებას ახასიათებს ესეთი ხაზები. თან ახასიათებს ეს ხაზები რა მომენტში, როდესაც მიდის განვითარება. ანუ აი ხე ხო ამოდის ფესვებიდან, უკვე ფესვებსაც ესეთი ფორმა აქვს, განვითარება ზრდის პროცესი მიდის, ხო? რაღაცისკენ მიდის. ესე იგი, ეს არის რა, ენერგია ყოველთვის განვითარება, სიცოცხლე, ახალი სიცოცხლის არის ენერგია, ხო? ენერგია, რომელიც ვითარდება და მიდის სადღაც. და წარმოშობს მერე უკვე ამ ქმედებებში წარმოიშვება, თქვათ, ის ნაყოფი, რაც აქ ხეს, ან შედეგი, მოკლედ რო ვთქვათ რა. იგივე მაგალითად მდინარეს რო დავაკვირდეთ, მდინარესაც აქ თავისი განშტოებები ესეთივე მსგავსი, იქაც არის განვითარების მომენტი, ანუ მდინარე საიდანღაც იღებს სათავეს, ვითარდება და თავის გარშემო ყველაფერს ამ წყლით აყვავებს, ხო? ანუ შედეგი იქაც არის. იგივე ვთქვათ, მეხს შეიძლება შეადარო, ხო, გავს რაღაცას, ხო? მეხი წარმოიშვება რა პირველად ენერგიიდან, ელვა, ხო, ჭექა-ქუხილიდან და მერე მიდის და ამას თავისი რაღაცა შედეგი მოაქვს ბუნებაში, იქ სადაც ეს ხდება. და იგივე შევადაროთ, ეხლა დღეს უკვე ვიცით, როგორ გამოიყურება ადამიანის ტვინის ნეირონები, როგორ უკავშირდებიან და რა ქსელს ქმნიან და ზუსტად ასეთი, ანუ ობობას ქსელს კიდე სხვა სტრუქტურა აქვს, რომ ვთქვათ, მაგრამ აი ნეიროქსელები, როგორიც იქმნება ჩვენს გონებაში, ანუ რითიც ახალი ნეირონები წარმოიშვება და უკავშირდება ერთმანეთს და ქმნიან, ასე ვთქვათ, ველს ჩვენს ტვინში, ესეც ზუსტად ამ სახით არის მოცემული. და უფრო კიდე შორს რო წავიდეთ, ჩვენ შეგვიძლიათ ამამად ვთქვათ და ეს მეცნიერულად დამტკიცებულია ძალიან დიდი ხანია უკვე, რომ ადამიანები, ანუ აი დედამიწაზე რა ცხოვრებისეული ფენებიც არსებობს, ხო? იქ ცხოველები აიღე, ბუნება აიღე, რაღაცა. ყველა ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ერთი და მეორე ცხოველებს თავისი ველი აქვს და ამით უკავშირდებიან ერთმანეთს, ნაირსახეობებზეც ვიტყვი, რომ იგივე არის და ადამიანებს ყველას, ვინც ცხოვრობთ ამ პლანეტაზე, ყველას გვაქვს ერთიანის ველი, სივრცული ველი, რომელშიც ერთმანეთს უკავშირდებით. ანუ ტელეპათია, რომელზეც გაგვიგია და არის საუბარი, რეალურად არსებობს. ოღონდ გააჩნია ეხლა ჩვენ არ გვაქვს ისე ძალიან განვითარებული, შესაძლოა იყო რომელიღაცა ეპოქაში ეს განვითარებული და მე დავკარგეთ ამის უნარი, მაგრამ რაღაცა დონეზე მაინც გვაქვს შენარჩუნებული. ანუ კავშირი აშკარად არსებობს ქვეცნობიერ და არაცნობიერ დონეზე ყველა იმ არსებას შორის, ვინც ცხოვრობს დედამიწაზე.
და პლუს რომ დააკვირდნენ მერე და გამოიკვლიეს აი მეცნიერული თქვა აღმოჩენები, მეცნიერული ესეთი რაღაცები ხდებოდა თითქმის ერთდროულად მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომელ წერტილში ცხოვრობდა ერთი მეცნიერი და რომელში მეორე და შეიძლება საერთოდ არ ქონოდათ ამათ ერთმანეთთან კავშირი, საერთოდ არ ქონოდათ კავშირი ერთმანეთთან და დამოუკიდებლად. ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად იგივეს, ანუ მაგალითად რაღაც რადიო გამოიგონეს რუსეთში, რადიო გამოიგონეს ამერიკაში. იქ სხვა ტიპის მოწყობილობა იყო, აქ სხვა ტიპის, უბრალოდ დანიშნულება ქონდა ერთი, თორემ მოწყობილობა შეიძლება სხვადასხვა გზით მივიდეს, ისეთივე არის, როგორც მაგალითად მათემატიკური ამოცანა შეიძლება ამოიხსნას რაღაცა გზით, რამოდენიმე გზა არსებობს, რომელთაც მიხვარს სწორ პასუხამდე, ხო? მაგრამ გზა შეიძლება სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვანაირი აირჩიოს და ისე გამოიყენოს, ხო და მივიდეს დასკვნამდე და სწორ პასუხამდე. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ ყველაფერი ჩვენი ნეირონული ქსელი გონებაში ერთმანეთთან არის დაკავშირებული და დაახლოებით გამოიყურება ასე, როდესაც მიდის განვითარებისკენ. ეს ამ ავტორმა რო დააფიქსირა, ხო? მოიგონა ესეთი ბევრი იფიქრა, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ იყო. ეს არის ერთ-ერთი ძირი საფუძველი ნეიროგრაფიკის, სივრცული ხაზები, რომელზეც მერე უკვე იგება ხდება სხვადასხვა კომპონენტების დადება, მაგალითად იქ არის ფიგურები, რომელზეც ვისაუბრებთ შემდეგი ვიდეო ჩართვის დროს და იქ არის კიდევ ფიგურა სულ 4-ია არჩეული, იქ არის არქეტიპირების მეთოდი, ანუ გაფერადების მეთოდი, ფერებს, იმიტომ რომ აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა და ყოველი ჩვენგანისთვის გარკვეული ფერი გარკვეულ სიმბოლოსთან არის დაკავშირებული და იქ არის მერე ძლიერი სივრცული ხაზების შემოტანა და არის ასევე ფიქსაციის ფიგურა, რომელზედაც ფიქსაციას ვაკეთებთ და ამას ყველაფერს აქვს თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა, რატო ზემოქმედება. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ აღმოჩნდა, რომ ეს ნეიროგრაფიკული ნამუშევრები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ქაოტურად შეიძლება ზოგიერთი, იმიტომ რომ არ ვიცით, ხო, ეს რას ნიშნავს, ხო? ამის დახატვას ჩვენში ჭირდება საკმაოდ დიდი ენერგია, რომ გამოვყო და კონცენტრაცია მოახდინო ამაზე. ანუ ქაოტურად ამის ხატვამ შეიძლება გარკვეული ზიანიც მიაყენოს ადამიანს კონკრეტულად თუ მოდის და ფიქრობს, რომ აი მე ამაში ვდებ რაღაცა მიზანს და სურვილს, ხო? იმიტომ რომ განზრახვას რომ ვახდენ, ხო, რაღაცა განზრახვაზე კონცენტრირებას, ამ განზრახვას დიდი ენერგია ჭირდება, რომ მე ის რაღაცაში გავიტანო. ანუ ამას რომ ხატავ განზრახვით, ხო? ვაკეთებ კონცენტრირებას და ვახდენ ჩემს თავში, ჩემს ტვინში ახალი ნეიროქსელების შექმნას, რომელსაც საკმაოდ დიდი ენერგია ჭირდება. დღეში რამოდენიმე ესეთი ნახატის დახატვა, თუ განზრახვას ეხება, აი 3 არის მაქსიმუმი. იმიტომ რომ მე დასვენება ჭირდება გონებას, იმიტომ რომ გონებამ უნდა მოახდინოს ადაპტაცია, უნდა გადახარშოს ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ხო? მაგრამ თუ ამას აქვს მხოლოდ არტ-თერაპიული დატვირთვა, მაგალითად სტრესის გამოტანა ფურცელზე და დადება და მე იმის გადაქცევა რაღაცა სასიამოვნო მომენტად, მაშინ შეგიძლიათ რამდენიც გინდა იმდენი ხატო. ჩვენ პირველი რასაც ვისწავლით იქნება სტრესის გამოტანა, ანუ მაგ ალგორითმს გავაკეთებინებთ პირველს, მაგრამ მანამდე, რა თქმა უნდა ავხსნა თავიდან ბოლომდე მეთოდი, საიდან იწყება, როგორ იწყება, რას აკეთებს. აი ნახეთ, ესეთი ქსელების სახით უნდა გავაკეთოთ, ანუ აი ესეთი ხაზები, რომელიც იქნება როგორ ნახეთ ლაიფჰაკი. ხა წამოვიდა ლაიფჰაკი ამდენი საუბრის შემდეგ. იღებთ ღილს ან რაიმე ესეთ მგვალ ფიგურას, ესეთიც შეიძლება იყოს, რაღაცა მე ეს ვიპოვე სახში და ამაზე გავაკეთებ და ყოველთვის მოძრაობა იწყება ქვემოდან ზემოთ. ერთი გადავამოწმოთ, როგორ მიდის ჩანაწერი და ჩანს კი ბატონო, ჩანს. მარცხენა კუთხიდან მარჯვენა კუთხეში, ანუ განვითარების ეტაპს ასახავს ეს და ამიტომ ყოველთვის აქედან იქით ვაკეთებთ დასაწყის ძირითად ხაზს, ვთქვათ ასე. შეიძლება რომ შვიდანაც იყოს დაწყებული, გააჩნია რომელ ალგორითმზე ვმუშაობთ. მაგრამ ეხლა ამ მომენტში მე თქვენ უბრალოდ გაჩვენებთ, როგორ იხაზება კარგად რომ დაამუღამოთ, როგორ შეიძლება რომ ისწავლოთ ამ ხაზების გავლება. ანუ იღებთ ან ღილს, ბრტყელი ღილი ჩვეულებრივ რაღაცა მგვალი ფიგურა, შეიძლება მონეტა იყოს ეს, მონეტაც კარგია თუ სადმე შეიძლება. აი ნახეთ.
თქვენ ცდილობთ, რომ ამ კუთხიდან იმ კუთხეში წაიყვანოთ ეს ფიგურა მარკერის მეშვეობით და მიყვებით. ეს ხაზი შეიძლება ზემოთ წავიდეს, ქვემოთ წავიდეს, რაღაცა ფორმა მიიღოს, თუ რაღაცა არ იქნება სწორად, მე ნეიროგრაფირებას აკეთებ და ასწორებ. ნეიროგრაფირება კიდე ცალკე მომენტია, ეს მომგვალებები არის ზუსტად ნეიროგრაფირება. ვცადოთ ახლა მარკერით იგივეს გაკეთება. რატო იხატება მარკერით? იმიტომ რომ უფრო ადვილი არის. აი, ამათ ვიყენებთ, ამაზეც ახლა 2 წუთში ვიტყვი. აი, ნახეთ, გავყევი, წამოვიდა დაბლა, მივყვები ახლა ამას მე. ოღონდ თავისუფლად დაძაბული არ უნდა მქონდეს ხელი და ნახეთ. აი, გამოვიდა ესეთი ხაზი, სადღაც თუ გაწყდება, მე გავავლებთ. ზედს შეგიძლიათ კიდევაც რომ გადაადაროთ. აქ ცოტა სწორი გამომივიდა, შეიძლება რომ ცოტა დავამატო თქვა ნეიროგრაფირება. მაგრამ ეს არ უნდა იყოს როგორც გითხარით, არა თქვათ, უბრალოდ ესე კლაკნილი ხაზი, ეს არ არის ნეიროგრაფირება. ან ესეთი ხაზი. არც ეს არ არის ნეიროგრაფიის ხაზი, ანუ სიფრცული ხაზი ქვია ამას, ეს არ არის სიფრცული ხაზები, არც სწორი ხაზები. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბუნების მოძრაობა გავიმეოროთ, ბუნებრივად რაც არის ჩვენში ჩადებული, ეს ხაზები გავიმეოროთ. რატო გვიჭირს? იმიტომ რომ ჯერ ერთი მით უმეტეს ჩემნაირი, ვინც ხატავს თქვა, ან მიჩვეულია ხატვას ან რაღაცა, ან ისედაც ჩვენ ასოებსაც მიჩვეული ვართ, რომ ეგ რაღაცა უნდა გამოვიყვანოთ. ასოები სხვათა შორის არის ერთ-ერთი უძველესი ენა, სიმბოლოების ენა. თუ მე გვექნება სურვილი, ამაზეც ვისაუბრებთ და აი ასე მიყვავს. ანუ დავიჭერეთ მონეტა, მივყვებით. ვცდილობ, რომ ვიყო თავისუფალი. ანუ მონეტას მივყვები და ხელი ამ დროს არის თავისუფალი. კიდე ნახეთ რას უნდა დავაკვირდეთ. ჩვენ გონებას აქ ეგეთი რაღაცა. სწორხაზოვნების მომენტი გვიდევს ძალიან, ჩვენ ხო სხვადასხვა ფაზები გვაქვს ხო ცნობიერების და სწორხაზოვნება გვიდევს რატო? იმიტომ რომ რაღაცისკენ რომ მივდივართ, რაღაცა ჩარჩოებში ვართ მოქცეული, ასე ვიზდებით საზოგადოების მოქმედება, სოციუმის იმის ამის და გარკვეულ სწორხაზოვან აზროვნებას მაინც ვართ მიჩვეული, იმიტომ რომ ამას გვიდებენ ბავშვობიდან. თუმცა ძალიან ვცდილობთ, რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი რომ პიროვნულად ცალკე განვითარდეთ და რაღაცა ჩვენი პიროვნული თვისებები გამოვავლინოთ. რაში გამოიხატება ხოლმე ეს ამ ხაზების გავლების დროს? როდესაც აკეთებ ხო ამ ხაზებს გავლებ ხო? მიყავხარ. მე კი მივდივარ აქედან აქეთ, მაგრამ აუცილებლად ხო ესე არ უნდა წავიდე. შემიძლია თავისუფალი ვარ, მაგ სივრცე, შემიძლია რომ ვიმოძრაო სივრცეში და სადღაცა წავიყვანო და მე მივიდე იქამდე, ხო? ან რაღაც ესეთი მომენტი. აი თუ დააკვირდებით, ხო, რომ წაიყვან რაღაც სადღაც ხელს თუ შენს ხელს მიყვები, ხო? მიყავხარ ერთი მიმართულებით და თუ მიყვები, თქვათ, თავისუფლად მონეტას ნახე, გადმოუხვია, ხანსად მიდის, ხანსად, მაგრამ მე მინდა რომ იქეთ წავიყვანო, ხო? ანუ თუ ძალიან წავიდა გვერდზე, დავაბრუნებ, თქვათ, რაღაცა პოზიციაში, მე მიდის, შევხედე რომ მიდის, კიდე დავაბრუნე პოზიციაში. ოღონდ თუ ჩემი ხელით ვაკეთებ მონეტის გარეშე და მივდივარ აქედან აქეთ, ხო? მე მივდივარ ამ მიმართულებით და ვხედავ, რომ წამიყვანა ხელმა ცოტა ქვემოთ. მე შევცვლი ამ მიმართულებას უკვე. ანუ თქვენ უნდა შეეწინააღმდეგოთ. ნეიროგრაფიკა არ არის არავითარ შემთხვევაში ნახატი, რომელსაც ან თვალდახუჭული დახატავ, ან რაღაცა ესეთი იმაში. შენ ჩართული უნდა იყო ამ პროცესში და პროცესის დროს უნდა ფიქრობდე, საით მიგყავს შენი ხაზები, საით მიდიხარ, რას აკეთებ და რაზე მუშაობ. ანუ თუ ამჩნევ, რომ გადაუხვიე ძალიან, ხო? უნდა დააბრუნო. ან თუ ამჩნევ, რომ წაგიყვანა აქეთ ხელმა, მოტეხე ეს ხაზი, შემოატრიალ და წამოიყვანე. თუ ამჩნევ, რომ აი უკვე გამიგძელდა აქ ხაზი კიდეც, ანუ ყოველ 1 მილიმეტრში ვცდილობ, რომ გავაკეთო ნატეხი, ხო? ანუ ნატეხს პირობითად, ანუ მოხვევა. აი ნახე, წავედი ხა და მივყავარ ამ ხელს და კარგადაც მივდივარ, მაგრამ წავედი ამ მიმართულებით დავაბრუნე. შემოუხვიე, იმიტომ რომ არ მინდა, არ არის საჭირო და არ უნდა იყოს, რომ
რაღაცა გაყვე, ანუ არ უნდა მიყვე მთლად რა, შენ ასე ვთქვათ, ნახეთ, როგორი წინააღმდეგობრივი მომენტია, ერთი მხრივ უნდა მისცე მიმართულება და გაყვე ნახატს, მაგრამ მეორე მხრივ შენ ამ დროს აკონტროლებ, რომ შენმა ცნობიერმა გონებამ სწორხაზოვნება არ გამოიყენოს ამ ნახატში, ანუ სწორხაზოვნება, რასაც მიჩვეული ხარ, ამ სტერეოტიპს ანგრევ რა და ეს რო არ მოხდეს, მუდმივად აკონტროლებ, რომ ისევ სტერეოტიპული არ იყოს შენი ნახატი. აი ეგეთი მომენტი არის. შეიძლება ხა ცოტა ამ პირველ ეტაპზე იყოს ოდნავ გაუგებარი ეს თქვენთვის, მაგრამ აი დააკვირდით, რომ ხატვის დროს აქ მივყვები და წავედი. აქაც მივყვები. გინდაც ესე წავედი მე და მივყვები რაღაცას, ხო? შევცვალე უკვე მიმართულება, წამოვიყვანე აქეთ, კიდე შევცვალე და წამოვიყვანე, შევცვალე. ანუ უნდა ცვალოთ, ანუ ეს უნდა იყოს ცვალებადი. ამას რო დაამოღამეთ, მე რო უკვე თავისუფლად იმდის ხოლმე რა ხატვის პროცესი, ნეიროხაზების ძალიან თავისუფლად რამოდენიმეჯერ თუ ივარჯიშებთ, აი რაც გაჩვენეთ ესეთი მეთოდით, მე თავისუფლად დაიწყებთ ამის დახატვას. ეს არის პირველი ბაზა, რაც უნდა იცოდე ნეიროხაზების გავლებაზე რა, იმიტომ რომ ეს არის თავარი, რაზეც არის მე აგებული დანარჩენი ნახატი. მე ამ წუთას ტექნიკურ მომენტებს ვსაუბრობ მხოლოდ, ხო? და შემდეგ ჩართვაზე ვისაუბრებ უკვე ფსიქოლოგიურ მომენტზე, ვთქვათ, რა არის ამაში აზრდი და აზრი ჩადებული, როგორ უნდა გააკეთო და იმ საფეხურებსაც გაგატარებთ და აუცილებლად პატარა შეიძლება კონსპექტივით დაგჭირდეთ და იმასაც გააკეთებთ და შემდეგ ეტაპზე მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი კვირის ბოლოს ჩვენ გადავალთ უკვე იმაზე, რომ გამოვიყენებთ აფირმაციებს და აფირმაციებზე გავაკეთებთ მერე ჩვენს ალგორითმს, გამოიგონებთ, ასე ვთქვათ, თქვენს ალგორითმს და შექმნით. ეხლა რაც შეეხება ინსტრუმენტებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და რატო ვაკეთებთ ამას. ეს აუცილებლად უნდა იყოს არა ფანქარი. მე ფანქრით ვხატავდი პირველ ნეიროგრაფიკებს და ულამაზესი გამოდის ფანქრით, იმიტომ რომ გრადაციებს აკეთებდი და ეს მომწონს ძალიან, აი როგორც ახლა ამ ნახატში გრადაციები რაღაცა ცადე რომ გამიკეთებია და თუ გამოვიდა რამდენად გამოვიდა, მაგრამ ეს არის ამით დახატული და მე ფანქრით დახატულში რა თქმა უნდა უფრო კარგად გამოდის. ამითით შეგიძლიათ გრადაციები გააკეთოთ, იმიტომ რომ სადაც ცოტა მეც გაუსვევ, იქნება უფრო მეტი მუსიმუქე და ანუ სიღირავე და ასე შემდეგ. ეხლა ცოტა ადრეულ ნახატებს გაჩვენებთ. აი ნახეთ. აქ თუ დააკვირდებით, ხო, ეს არის მარკერით დახატული, ანუ მარკერით ხატავთ, იმიტომ რომ ხაზები იყოს ცოტა სქელი და უფრო მარტივად დახატოთ. უფრო მარტივი არის მარკერით გაკეთება მომგვალებების, ანუ ნეიროგრაფირების და რაც შეეხება ამას რატო ვაფერადებთ ამით, ხო, მოიცადე, აი ეს ავიღოთ, რატო ვაფერადებთ და აი ეს შავი ხაზები იხატება პირველი და მერე ხდება არქეტიპირება. არქეტიპირების დროს ჩვენ ვაერთიანებთ ნახატებში რაღაცა გარკვეულ დონეებს და ეს უნდა მოხდეს მთლიანი გადაფარვით. მე თუ ამას ფლომასტერით გავაკეთებ, დაიფარება ეს შავი ხაზები. ანუ გადაფარვას და გაერთიანებას კი ვაკეთებ რაღაცა ეტაპზე ამ ფერადი მარკერებით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ჩემი ძირითადი ხაზების, აი ამ შავი ხაზების გადაფარვა, იმიტომ რომ ეს არის ბევრად უფრო ბაზა, ასე ვთქვათ, ბაზა. და თან შეერთება ხდება, ანუ ამას რომ ამაზე გადაატარებ, ნახეთ, გადატარება უნდა მოხდეს აუცილებლად, აი გადატარება ხდება ამ შავზე. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ კვალს არ ტოვებს, არც ერთი მათგანი. აი, კვალს ტოვებს, იმიტომ რომ ჩემმა ცნობიერმა იცის, რომ ესეთ გადავიარე ამითაც, ხო? ჩემმა გონებამ ეს იცის და აღიქვა, მაგრამ ვიზუალურად ნახატს არ აფუჭებს. ანუ არ ტოვებს კვალს. ეგ უკვე მერე ბევრი იტყვის მაგალითად, რომ მე იქნება ასე მომწონს, ისე მომწონს და იქ თვითონ ავტორის კურსზე, როდესაც ამას სწავლობდით, ამბობდა ეს კაცი, რომ ეს მეთოდია მეცნიერული, მე ამაზე რო იმუშავე და გამოვიგონე და მივედი რაღაცა დასკვნებამ და მერე ფსიქოლოგიის დოქტორიც არის ეს კაცი და ჩემს კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავე და ვიფიქრეთ და გავაანალიზე, ანუ ძალიან დიდი შრომის შედეგად არის ეს.
მეთოდი მიღებულიო და არ არის ესეო, რომ შენ როგორც მოგინდა ეს უკვე ნეიროგრაფიკა აღარ არისო რა, რომ შენი რაღაცა მეთოდებით დაიწყო ხატვაო, ხო? ან ცოტა შორს ახარ ამ დროს მე ნეიროგრაფიკისგანო და ეს არის პირველი საწყისი ეტაპები, რასაც სწავლობ. ამ ბაზას, როდესაც აითვისებ, მერე შემდეგ ეტაპზე უკვე კი შეგიძლია რომ დაამატო ფანქარი. ოღონდ ფანქრით ხატვა არა, ანუ გრადაციები რაღაცები ფანქრით შექმნა. ოღონდ პირველი ეტაპი ბაზა შენ უნდა ისწავლო ამ ინსტრუმენტებით. ამიტომ ძალიან გთხოვთ შეეცადეთ, ძალიან იაფია ხა რო ვთქვა რომ რაღაცა ისეთი სიძვირი აქვს ამას და ვერ იყიდი, ესენი დაახლოებით არნახევრიდან 3 ლარამდე ღირს თითო. ეს კონკრეტულად მაქვს კოხინორში შეძენილი, იმიტომ რომ ფერები აქვს სასწაული, ანუ რაც იყიდება მაღაზიებში არის სტანდარტული ფერები ძირითადად და აი ეს არის სტანდარტული ფერებით დახატული და კოხინორს აქვს სხვადასხვა ფერები, ანუ იგივე გრადაციების შექმნა თუ დაგჭირდებათ და ვისაც თქვა ხატვა გიყვარს და ფერების კარგად გამოყენება, შეგიძლიათ რომ ფართო არჩევანი, ანუ მიაგნოთ იქ, თორე ყველა საკანცელარიოში იყიდება პრინციპში ეს მარკერები, ტექსტის გამომყოფი მარკერები რაც არის, რასაც იყენებენ ჩვეულებრივად ოფისებში და ეს მარკერები ან დაფისი არ უნდა იყოს, ზოგი არის ორმხრივი, ესეთი გამოგადგებათ ორმხრივები და ზოგი არის მარტო ერთი პირი აქვს, ოღონდ სისქე უნდა კონდეს 2 მილიმეტრი აქვს თუ რაც აქვს, ანუ აი ცოტა სქელი თავი უნდა კონდეს ამას, რითიც ვხატავთ პირველ ეტაპზე. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ვიწრო მარკერსაც, იმიტომ რომ მომწონს ძალიან ვიზუალურად, აი ესეც და არც ამაში არ არის მგონი დიდი შეზღუდვა, რომ ეს გამოიყენოთ. ესეთი მოთხოვნა მექნება, ну, თქვენს მიმართ, რომ ფურცელიც იყოს, ანუ შესაბამისად ინსტრუმენტები, რასაც გამოვიყენებთ მუშაობის დროს, შეესაბამებოდეს იმას, რაც არის აუცილებელი, რომ აი პროფესიულ დონეზე, ანუ პროფესიონალურად რომ შევასრულოთ ჩვენი ნამუშევრები. სულ ეს არის დღეს ამ წუთას, რაც მე მინდა რომ გითხრათ, ანუ მოგეცით ბაზა, ვთქვათ, სივრცული ხაზები როგორ იხატება. და ამას მე შემეძლო რომ ამითაც გამეკეთებინა სქელით, მაგრამ უფრო ჯერ ეს ერთი აღმოვაჩინე რომ თუ მე იმდენი ვხატე უკვე მალთავდება ეს რომ იცოდეთ. აი ამითაც გავაკეთებ, მაგრამ მივყვები რომ ჩანდეს უფრო ალბათ ვიდეოში. ჩემი მარკერი უკვე გამოშრა. ესეთი ერთი ცალი მარკერი გეყოფათ ალბათ 3 ნახატზე. გააჩნია რა ზომის იქნება. აი, მარკერით უფრო კარგადაც ჩანს და მერე, როდესაც გადავალთ, თქვათ, ჩვენ ნეიროგრაფირებაზე, ნეიროგრაფირება ეს არის გადაკვეთის კუთხეების მომკვალება შიგნიდან. შემდეგ ვიდეოში ამაზე ვისაუბრებ. რატო კეთდება ეს, რა დანიშნულება აქვს და რანაირად უნდა გაკეთდეს კარგად და სწორად. მაშინ უკვე მექნება შესაბამისად კარგი მარკერიც და კარგად აკიხსნით და მიხვდებით კიდევაც რატო არის დიდი მარკერით უფრო კარგი და ადვილი მუშაობა სქელი მარკერით, იმიტომ რომ ესეთი გადაკვეთის კუთხეები იქნება უამრავი და ეს უამრავი კუთხე ყველა უნდა მოვამკვალოთ და დავამუშაოთ მუშაობის პროცესში, ხატვის პროცესში. ეს არის ხატვა, კი ბატონო, ხატვა, მაგრამ გაითვალისწინეთ ყველამ ერთი რამე, რომ აქ ხატვის ცოდნა არ არის აუცილებელი, აქ უფრო არის ალბათ ჯერ ეს ერთი თერაპიული მომენტიც არის, გონებაზე ზემოქმედების ფსიქოლოგიის მომენტია და ასპექტებია და ჩვენ საუბრებში ბევრს შევეხებით ზოგადად ფსიქოლოგიასაც, არქეტიპებზე როცა ვისაუბრებთ მაშინაც და კოლექტიურ ცნობიერებასაც და ჩვენს გვეცნობიერსაც, ну, მოკლედ მე მგონი საკმაოდ საინტერესო იქნება ესეც. სულ ეს იყო ამჯერად მეგობრებო, რაც მინდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა. მე მინდოდა რომ სახით ჩამეწერა ვიდეო, მაგრამ რაღაცა ტექნიკურად ეგრე ვერ გამომდის, რომ თან გაჩვენოთ და თან მეც გეჩვენოთ აქ სახით. ამიტომ ჩართვაზე გვექნება რაღაცა ნაწილი, სადაც ეს პირისპირ ვისაუბრებთ ჩვენ და გაუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს, თუ რას ველოდებით, თქვათ, თქვენც მინდა რომ დამიწეროთ ჩატში რა მოლოდინები გაქვთ, რის გამო წამოხვედით, რა ინტერესი გაქვთ, ანუ უფრო მეტი თქვენთვის რა არის, თქვათ, ამ მეთოდში საინტერესო, რისი მიღწევა გინდათ, თქვათ, და რა мотиваცია იყო, ასე ვთქვათ, თქვენი.
მარათონში ჩართვის, ეს რომ მომწეროთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც იქნება უფრო გასაგები საით წავიყვანო და ალგორითმებიც როგორი შევარჩიო თქვენთვის და რა მოგცეთ და რაზე ვისაუბროთ. და გარდა ამისა, როგორც გითხარით, ახლა დავდებ მე გამოკითხვას და ძალიან გთხოვთ, მიიღოთ ყველა მონაწილეობა, შევარჩიოთ ერთად ოპტიმალური დრო, ხვალ როდის ჩავატაროთ ჩვენი შეხვედრა, live შეხვედრა, ასე დავარქვათ, ანუ პირისპირ შეხვედრა და გავიცნობთ ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის.